არ უნდა იცოდეს სად იყიდო ეს ავტომობილი. ეს არის ელექტროავტომობილი და სადღაც რო ნახავ თბილისის შემოსასვლელში, თბილისის გასასვლელში რაღაცა კაც ერთი ოთახიანი აქვს დაქირავებული და რო გაჩეჩებს ამ მანქანას. ბიჭო, მიდი ცენტრში და ცენტრში იყიდე, სადაც ცენს პატრონი ყავს, ხო? რამდენი ასობით მანქანაა გაჭრებული დღეს საქართველოში. იმიტომ რომ ქუჩა რო იყიდეს. მე კიდე გავთხილებ და გთხოვთ, ჩვენ კონტროლზე ყავს აყვანილი ეს ელექტრომობილები. ჩვენ გვინდა რომ ელექტრომობილები განვითარდეს, იმიტომ კი არა რომ მარტო ფული შოვნა კი არ არის, არა, ეკოლოგიას უნდა მივაწვეთ და აი ეკოლოგიურ ფერებით დავდივარ, ხო? ესე ხო არის? და ეს ავტომობილები შენ უნდა გაყიდო ხვალიდან უკვე ამ ფასებში, ხოლო აი ამ ადამიანებს შეხედეთ, ეს ადამიანები არიან ჩინეთიდან. Nihao. How are you? I'm Good. fine. Everything good? Good. აი ეს ადამიანები არიან ჩინელები, სპეციალისტები და ყველა ავტომობილს, რომელიც ჩვენთან გაიყიდება, გაყიდვამდე უკეთებენ განახლებას. ამის უმისოდ არ შეიძლება ავტომობილი გაიყიდოს. აი რომ ყიდულობთ და მიგყავთ და ეგერ წითელიანთო, აგერ ყვითელიანთო და როვერსად ვერ გიქრობეთ. აი ეს თავიდან უნდა იყოს დაპროგრამებული. ყველაფერს დრო ჭირდება. მე გითხარით რომ არ იყიდოთ ავტომობილები ელექტრო, იმიტომ რომ პრობლემებია. აი ახლა უკვე იყიდეთ ავტომობილები, იმიტომ რომ არ მეშინია. გვაქვს აგერ დიაგნოსტიკა და მყავს აგერ სპეციალისტები. თუ ისეთი რამე იქნება, კეთი რომ ვერ გავაკეთეთ, მაგალითს ვამბობთ, ხო? კიდევ დამატებით ჩინეთიდან შემოვიყვანთ სპეციალისტებს. აი ჯეტური სპეციალისტები, აი ექსიდის სპეციალისტები, აი ჩერის სპეციალისტები. აი ესაა კომპანია. ვიზია შენ გუშინ სუპერმარკეტში მუშაობდი და დღეს